გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალუნდია. მივესალმები და ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მიესალმება კანონის გამკაცრებას იმ მოვლენების წინააღმდეგ, რაც 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს რუსთაველზე. როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი ყოველდღე კეტავს ქვეყნის ცენტრს, კეტავს და ამით დიდად შეურაცხყოფს მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, ამას იმედია როგორც იქნა ბოლო მოეღება. მე არ დავიწყებ იმ სიბინძურეზე ლაპარაკს, რაც იმ ადამიანების საინფორმაციო ღრუდან ისმის, ეს მათ სინდიზე იყოს. მათ სინდიზე და იმ ადამიანების სინდიზე, ვინც ისინი ასეთებად აქცია. ახლა არ დავაკონკრეტებ, ვის გულისხმობ. და არ დავაკონკრეტებ იმის გამო, რომ არ ვიცი, ვინ გამოიყვანა ადამიანების ასეთი ჯიში. ქალი თუ კაცი სულ ერთია ამ შემთხვევაში, თუმცა როდესაც ქალის პირიდან ისმის უწმაწური ლექსიკა, თანაც ისეთი, რომ ღვაწლმოსილ ზღვის მგელ შეშურდება, ეს ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, გაცილებით უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე იგივე ისმოდეს მამაკაცის პირიდან. ესე იგი დარწმუნებული ვარ, ოცნებამ 4 ოქტომბრის არჩევნებში ასე დამანგრევლად რომ გაიმარჯვა, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ის ბილწპირიანი ოლეოლეები ყოველდღე რომ ოლეობდნენ. აბარა როგორ უნდა მოგინდეს იმ ადამიანებს დაუდგე გვერდით, ვინც დღითი დღე უფრო და უფრო არაადეკვატურად იქცევა. დიახ, როგორ და აი რატომ უნდა დაუდგე? დაუდგე კი არა, სულ პირიქით, უნდა განუდგე, თუ კი მანამდე მათ აზრებს ასე თუ ისე ცოტა მაინც იზიარებდი. თუმცა რა აზრები აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ ცხოვრებას გვიუგემურებს. ერთ ნაცნობს ველაპარაკე, მაქვს აბსოლუტიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ გულით ის ნაცნობი იქით მხარეს მიიწევს, თუმცა ხმამაღლა ამაზე არ ლაპარაკობს. ეს სირცხვილება. და როდესაც უთხარი, როგორ მომბეზდა მეთქი რუსთაველის პროსპექტის ყოველსაღამოური წაბილწვა, შემეპასუხა, მითხრა, რომ იქ ყველა კი არა მოსყიდულიო. ბევრს ვიცნობ, ვინც იქ გულწრფელად დადის და აპროტესტებსო. და რას აპროტესტებს? კითხე, რუსეთში არ უნდაო, მიპასუხა. ეს არგუმენტი მკლავს, ფიგურალურად რასაკურველია. მკლავს თავისი სრული იდიოტიზმით, მეგობრებო. რუსეთში არ უნდა და ამიტომ დაწანწალებენ რუსთაველზე და ჩვენ ხელს გვიშლიან გადაადგილებაში. დიახ, რუსეთს უნდოდეს ჩვენი შემოერთება და აი ის ასიოდე გავროში შეუშლიდა მათ ხელს. ერთი ჩემთვის სასარგებლო აზრი კი გამოვიტანე ჩემი ნაცნობის განმარტებებიდან. როგორც იქნა გავიგე თუ რატომ ტკეპნიან რუსთაველს ყოველი საღამო. რუსეთში არ უნდათ. აი ხომ არის ეს იდიოტიზმის აპოგეა, მეგობრებო. ისე კი შემომჩნია მეც გავამკაცრე ლექსიკა ჩემს ყოველდღიურ გადაცემებში. ადრე სიტყვა იდიოტიზმი მხოლოდ შინაურ წრეში თუ მithქვამს. ახლა კი როგორც ხედავთ, ფართო აუდიტორიის წინაშეც ხშირად ვიყენებ და არ მერიდება. ეს ცუდია. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება ოლეოლამდეც მივიდე. ხუმრობ, არ მივალ. მოკლედ, ახლა ვიცი, იკრიბებიან იმისთვის, რომ რუსეთში არ უნდათ. საინტერესოა, ვინმე ჩვენგანს უნდა რუსეთში და ვინმეს ოდესმე უთქვამს, რომ რუსეთში გვინდა და მთავრობა სადმე, როდესმე გამოუცხადებია, რომ დღეს თუ არა ხვალ რუსეთში შევალ და რუსეთის დოტაციებზე ჩამოვეკიდებით, როგორც ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყაბარდა-ბალყარეთი და ასე შემდეგ. პირადად მე ამის შესახებ არაფერი მსმენია და არ მსმენია იმიტომ, რომ ამდაგვარი სიბრიყვე არავის უთქვამს, არც დიდს და არც პატარას. მაგრამ ესენი მაინც დადიან, სიცოცხლეს გვიმწარებენ და რუსეთში არ გვინდაო გაყვირიან. ძალიან კარგ რუს მწერალს ნიკოლაი ნოსოვს ჰქონდა ზღაპრული მოთხრობები არიციაზე, ანუ ნეზნაიკაზე. ბავშვობაში ყველაზე უფრო მიყვარდა მოთხრობა ნეზნაიკა მთვარეზე. მოთხრობა კი არა, მთელი რომანი, საკმაოდ სქელი წიგნი იყო. ნეზნაიკა მოხდება მთვარეზე და იქ მთვარის შიგნით მთელი პლანეტაა, სადაც
კაპიტალისტური სისტემაა, თავისი პოლიციით, ციხეებით, ფასიანი ქაღალდებით, ხატაკებით და მილიონრებით. და ყველაფერი იმით, რასაც კომუნისტები თავის დროზე ებრძოდნენ. ებრძოდნენ და წააგეს. და იქ ერთი მომენტია, ადამიანების გარკვეული რაოდენობა რაღაცას აპროტესტებდა და მთავრობა მას შემდეგნაირად მოექცა. დასვა საშუალო ზომის გემზე და გაიყვანა ტბის შუაგულში. და მე იქ იმ გემზე ისინი აპროტესტებდნენ, ყვიროდნენ, აბაკუნებდნენ ფეხებს, თავის ჭიას ახარებდნენ. სამაგიეროდ დანარჩენ მოქალაქეებს არ უშლიდნენ ხელს. ხო, კარგი იდეაა, მეგობრებო. ალბათ მიმიხვდით, რაც ვიგულისხმე. გამოიყოს რაღაც ტერიტორია, არა, ტბაზე, ზღვაზე და მდინარეზე არა, სადმე ქალაქგარეთ და იქ იარონ და იქ იყვირონ და გადაკეტონ და აპროტესტონ. წვადიც არ დაიწვევა და არც მემწვადეც. იდეა კი კარგია, მაგრამ ვეჭობ, განხორციელება არ უწერია. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით.